მოდით შევხედოთ ფაქტებს, როგორც პრაგმატულმა ანალიტიკოსებმა. არმან წარუკიანი რეალურად ცდილობს უფასოდ იქირაოს ადგილი UFC-ს უდავო ჩემპიონის ილია თოფურიას გონებაში. ილიას ბოლო ინტერვიუ არ არის უბრალოდ მორიგი მედიური ხმაური. ეს არის უმკაცრესი ფსიქოლოგიური მასტერკლასი და სტრატეგიული ანალიზი, რომელიც ცალკეულ ღრმა განხილვას იმსახურებს. თოფურია ახლა შერეული ორთაბრძოლების მწვერვალზეა და პლანეტის საუკეთესო მებრძოლების P4P ელიტაში შედის. ამ დროს კი წარუკიანი, რომელიც მსუბუქი წონის პრეტენდენტის სტატუსშია გაჭედილი, ყველანაირად ცდილობს ჩაეჭიდოს დიდ ფულად ბრძოლას. არმანის მომავალი დაპირისპირება ჯასტინ გეიჯთან აჩვენებს რეალურ განლაგებას, მაგრამ უკვე ახლა ნათელია. თოფურიასა და წარუკიანის პოტენციური ჰიპოთეტური ბრძოლის ირგვლივ უძლიერესი ჰაიპი და გიჟური ტრეშ-თოკი გენერირდება. მაგრამ მოდით მოვიხსნათ ვარდისფერი სათვალეები და განვიხილოთ, ვინ ვის გონებაში ჩაჯდა სინამდვილეში. სწორედ წარუკიანი ხედავს ყოველღამე სიზმარში საჩემპიონო ქამარს და ილიას დიდებას, როდესაც ცივ ოფლში იღვიძებს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების გამო. გახსოვთ მისი მუდმივი აბსურდული გამართლებები ზურგის პრობლემებზე, რის გამოც იგი საკვანძო მომენტებში ბრძოლებიდან ვარდებოდა. ილიამ აბსოლუტურად მკაფიოდ დაახასიათა მისი არსი. ჩვენ წინაშია ტიპური განებიურებული ბიჭი, რომელიც მონდომებით თამაშობს დოლარიანი მულტიმილიონერის როლს, თუმცა რეალური მასშტაბური ფინანსური ფუნდამენტი იქ არც მას აქვს და არც მის ნათესავებს. ჟურნალისტები ხშირად ცდილობენ ილიას პირადი შეურაცხყოფებისკენ წაყვანას, მაგრამ ჩვენი ჩემპიონი ოპონენტს ბოლომდე ხედავს. აქ შურის რა მიზეზი უნდა იყოს? თოფურია არის self-made ათლეტი, ხოლო არმანი უბრალოდ ლამაზი ცხოვრებით თამაშობს. როდესაც საქმე ეხება სპორტულ კომპონენტს და მოკლე შეტყობინებით შესაძლო ჩანაცვლებას, ილია აჩვენებს აბსოლუტურ სიმშვიდეს, რომელიც გამყარებულია ფენომენალურ ბაზით. წარუკიანს ოქტაგონში მხოლოდ ბაზისური ჭიდაობის შემოთავაზება შეუძლია, მაგრამ მოდით არ დაგვავიწყდეს. ილია კლასიკური ჭიდაობით ადრეული ბავშვობიდან არის დაკავებული, სიმსემშიდაც როდესაც საკუთარი თავი ახსოვს. იგი მაქსიმალურად მზად არის გალიაში მოვლენების განვითარების აბსოლუტურად ნებისმიერი სცენარისთვის. თოფურია ღიად აცხადებს, ბრძოლის დასაწყისში მეტოქე საშინელად ინერვიულებს და შეეცდება პარტერში თავისი მოჩვენებითი კონტროლის დამყარებას, მაგრამ წარუკიანი მღისიერად მიხვდება, რომ ილია სრულიად სხვა საჩემპიონო მასალიდან არის შექმნილი. მისი შედარება UFC-ს ჩვეულებრივ მებრძოლებთან, რომლებიც წარუკიანმა ცვალებათი წარმატებით გაიარა, სისულელეა. 8 კოთხედის შიგნით თოფურიას ოპონენტები მაშინვე გრძნობენ ამ მენტალურ უფსხროს, უნიკალურ ტექნიკას, დისციპლინას და ტაქტიკურ ინტელექტს. სწორედ ამ მომენტში ეწყვებათ პანიკა ისეთ პერსონაჟებს, როგორიც არის წარუკიანი. მენტალურად წარუკიანი დარჩა მოუმწიფებულ მოზარდად, რომელიც ცდილობს რუსეთში ძვირფასი საათები და მანქანების გადაყიდვას და ამას სერიოზულ ბიზნესად ნიღავს. ეს არის ჩვეულებრივი გადამყიდველის დონე და არა დიდი ჩემპიონის მენტალიტეტი. მოდით სპორტული თვალსაზრისით ჩაუღრმავდეთ იმ აბსურდს, რასაც მედიაში ილიას მისამართით ავრცელებენ. ბევრი ეგრეთ წოდებული ექსპერტი სვამს კითხვას, როგორ გამოიყურება ილია თოფურია ელიტარული დონის მოჭიდავის ან გრეპლერის წინააღმდეგ. საუბრობენ ისლამ მახაჩევზე, ხამზად ჩიმაევზე და რა თქმა უნდა თავად არმან წარუკიანზე. მაგრამ მოდით პირდაპირ ვთქვათ, ილიას ჭიდაობის დონე და დაცვა არის უმაღლეს, კოსმიურ დონეზე. ის რომ ილია ოქტაგონში ყველას აფერმქრთალებს და ნოკაუტში აგდებს, მისი სტრატეგიული არჩევანია, რადგან ეპიკური ნოკაუტები ბევრად უკეთ იყიდება, ვიდრე მოსაწყენი კოტრიალი პარტერში. ილიამ კარგად იცის შოუს ბიზნესის წესები. ზოგიერთი იხსენებს ბრაის მიტჩელთან ბრძოლის ერთ ეპიზოდს, სადაც თითქოს მიტჩელმა თეიქდაუნი შეასრულა, ან ჩარლს ოლივეირას ბადესთან ჭიდაობას. მაგრამ რეალობა სხვაა. ილიამ მომენტალურად გააუნებელო მათი მცდელობები და საბოლოოდ თავად მოექცა ზემოდან. ეს არის უმაღლესი კლასის თავდაცვა და კონტრჭიდაობა. წარუკიანის ბანაკი ცდილობს გაავრცელოს კადრები, სადაც არმანი ხამზად ჩიმაევთან ერთად ვარჯიშობს. თითქოს ეს რამეს ცვლიდეს. ჩიმაევის ჭიდაობა და ილიას ფენომენალური ტექნიკური გრეპლინგი ორი სრულიად განსხვავებული სამყაროა. ილიასთან კლინჩში შესვლა ნებისმიერი მებრძოლისთვის არის თვითმკვლელობის ტოლფასი, რადგან მისი ფიზიკური ძალა, ბალანსი და ანატომიური ცოდნა ჭიდაობისა მას აძლევს უპირატესობას ნებისმიერ პოზიციაში. არმანი და მისი მსგავსი მებრძოლები მიჩვეულები არიან მეტოქეზე ზემოდან მოქცევას, საკუთარი წონის დაპრესვას და უბრალოდ დროის გაყვანას. მაგრამ ილია თოფურიასთან ეს ნომერი არ გავა. ილია არ არის ის მებრძოლი, რომელიც პარტერში ქვემოდან მოექცევა და პანიკაში ჩავარდება. პირიქით, პირველივე წამებიდან, როდესაც წარუკიანი შეეცდება ფეხებში შესვლას და დააწყდება ბეტონის კედელს, სწორედ მას დაეწყება მენტალური რღვევა.
ილია თოფურია არის სპორტსმენი, რომლის დისციპლინა და გონებრივი სიმწიფე ბევრად აღემატება მის ასაკს. როდესაც ის საუბრობს წარუკიანის არასერიოზულობაზე, ის გულისხმობს იმას, რომ წარუკიანი მთელ თავის ენერგიას ხარჯავს მედიაში პერსონაჟის შექმნაზე, სტრიმერებთან სიარულზე და იაფფასიან სკანდალებში გაეხვაზე. მთელი 2026 წლის განმავლობაში წარუკიანი ოქტაგონის მიღმა ნამდვილ მემად და გასართობ ობიექტად იქცა. მაშინ როცა ილია მეთოდურად, ჩუმად და პროფესიონალად აგრძელებს თავისი იმპერიის შენებას. ნამდვილი ანალიტიკოსისთვის სასაცილოა უყურება თუ როგორ ცდილობს პრეტენდენტი ჩემპიონის დონეზე დადგეს, მხოლოდ იმით, რომ სოციალურ ქსელებში ხმაურობს. ილიას კლასი და სპორტული ინტელექტი არის ის, რაც მას ქამარს უნარჩუნებს და ნებისმიერ პოტენციურ ბრძოლაში წარუკიანის წინააღმდეგ ქართველი მებრძოლი დაამტკიცებს, რომ ის უბრალოდ სხვა ლიგაში თამაშობს. ახლა კი შევეხოთ ყველაზე ცხელ თემას, ფინანსებს და იმ პიკანტურ დეტალებს, რამაც მედია სივრცე ააფეთქა. გახსოვთ წარუკიანის ძველი, თავხედური განცხადება, როდესაც ის ილიას სახლის ყიდვას თავაზობდა, რათა თოფურიას განკორწინების ხარჯები დაეფარა. ეს იყო ტიპური, მოუმწიფებელი ბიჭის მცდელობა, ეჩვენებინა ფული, რომელიც რეალურად მისი გამომუშავებული არ არის. ილიამ თავის ინტერვიუში ზუსტად დასვა დიაგნოზი. არმანი არის ბავშვი, რომელიც მდიდარობას თამაშობს. ის ყიდულობს მანქანებს, საათებს და აგზავნის რუსეთში გადასასყიდად, რათა რაღაც კაპიტალი მოაგროოს. ეს არ არის დიდი ბიზნესმენის ან მულტიმილიონერის ქცევა, ეს არის ჩვეულებრივი გადამყიდველის, რისელერის დონე. ილიამ პირადად იცნობს უამრავ მდიდარ ადამიანს და მათ ბაზაში ასეთი არასერიოზული ქცევა უბრალოდ არ არსებობს. თოფურია არის კაცი, რომელმაც ყოველი ცენტი საკუთარი სისხლითა და ოფლით გამოიმუშავა. ამიტომ მისი მხრიდან წარუკიანის მისამართით ნათქვამი სიტყვები არ არის შური. ეს არის რეალობის მწარე სარკე. მედიაში ხშირად იყენებენ იხვის ემოჯის ილიას პოსტების ქვეშ, რაც წარუკიანის გულშემატკივრების მიერ აგორებული სულელური ტრენდია. მაგრამ რეალურად ვინ არის აქ მსხვერპლი? არმანი იმდენად არის შეპყრობილი ილიას დიდებით, რომ ყოველ ინტერვიუში მის სახელს ახსენებს. ილია თოფურია უფასოდ ცხოვრობს წარუკიანის გონებაში, მართავს მის ემოციებს და აიძულებს მას მუდმივად თავდაცვის რეჟიმში იყოს. წარუკიანი ალბათ ღამითც კი ილიაზე ოცნებობს, რადგან ეს ბრძოლა მისთვის ერთადერთი შანსია გახდეს ფინანსურად და მედიურად დამოუკიდებელი. თუმცა ჩემპიონთან მიახლოებაც მისთვის უდიდესი რისკია. ილია არ აპირებს თავისი ოქროს შანსის ხელიდან გაშვებას და თუ ეს ბრძოლა ოდესმე შედგება, ჩვენ ვიხილავთ სრულ განადგურებას, როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ დონეზე. ჩვენი ქართველი აუდიტორიისთვის სრულიად ნათელია. ილია თოფურია არის არამხოლოდ სპორტული სიმბოლო, არამედ უმაღლესი დონის მენტალური გიგანტი. ის არ აყვება იაფფასიან პროვოკაციებს, მაგრამ როდესაც სათქმელია, ყოველთვის პირდაპირ და ცარედ ამბობს. წარუკიანი შეიძლება იყოს კარგი მებრძოლი თავისი დივიზიონისთვის, მაგრამ ჩემპიონობისთვის და მით უმეტეს ილიას დონეზე ასასვლელად მას აკლია მთავარი, ჩემპიონური დენემი და დიდებულება. ილია მზად არის ნებისმიერი გამოწვევისთვის, იქნება ეს გეიჯი, მახაჩევი თუ თავად წარუკიანი და თითოეულ მათგანს ოქტაგონში ელოდება ნამდვილი ჯეხოშები. ქართველი ფანები მყარად დგანან თავიანთ ჩემპიონის ზურგს უკან და ეჭვიც არავის არ ეპარება, რომ ილია კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს ოქროს ქემარს და თავის უძლებელ სტატუსს.